კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალმებს 4-ზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. სოფელ საყდართან მოვარდნილმა მეწყნულმა მასამ ხიდი დააზიანა, რის გამოც რამდენიმე სოფელი დროებით გარე სამყაროს მოწყდა. სტიქის ზონაში ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა უკვე აღდგენილია, თუმცა მოქალაქეები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვითა და სპეციალური ტექნიკის დახმარებით გადაადგილდებიან. ბოლო მონაცემებით ჩაკეტილი რჩება მხოლოდ ერთი სოფელი. ადგილზე უახლოეს დღეებში გეოლოგებს ელოდებიან. დღემდე ჩაკეტილი იყო, გარესამყაროს იყო მოწყვეტილი 3 სოფელი, ამ წუთის მონაცემებით 2 სოფელში მისასვლელი შიდა სასოფლო გზები მუნიციპალიტეტის ჩართულობით უკვე გაიხსნა, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს პროცედურული სამუშაოები, მძიმე ტექნიკის დახმარებით შესაძლებელი არის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. სიძულვილის ენის მორიგი ფაქტი ინტერნეტ სივრცეში. ანასტასია ბენდუკიძის პოდკასტში ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის მისამართით გამოთქმულმა შეურაცხყოფამ საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია. მომხდარი მიუღებელია სახელმწიფო გუნდისთვის. ქართულ ოცნებაში წლების განმავლობაში ქვეყნის გარედან წახალისებული ზიზღის ენის კამპანიაზე საუბრობენ. ნოდარ დუმბაძის მიმართ უცენზურო გამონათქვამის დაგმობა უჭირს ნაციონალურ მოძრაობაში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერი ჯგუფები ეგრეთ წოდებულ იუმორში სიძულვილის ენას იყენებენ. არქივი ამის დამადასტურებელ არაერთ ვიდეო მასალას ინახავს. მე ახლა მაქვს უბრალოდ რომ სკოლიდან მოვედი სახლში და შემთხვევით ტელევიზორი ჩავერთე და ის ვიდეო გაიჩნდა ბარამიძე რო ეკლესიას ამგრევდა. და მე კიდე ეს მინდა გამოვიდე. რა ქვია ამ პროფესიას, მეც მინდა რომ ეკლესიების ნგრევა შემეძლოს ტრაქტორით და მაგაში ფულს მიხდიდნენ. როგორც კი შემოვიდა ეს მღვდელი სახლში, ეს რაღაცა თქვა, რომ ეს სახლიო ისეთი დაწყევლილი იყო, შეიძლება გვაყდაროს. ქვია? არა, იონამ ქვია, მაგრამ წინასწარმეტყველი იყო, ვეშაპმა რო გადაყლაპა, იქ იყო იონა. მამაშა მიფიქრე რომ მაგის სახელი უნდა დავარქვა. იმას რა ერქვა, ვეშაპმა რომ მოჯვა, ხო, აი ეგ მინდა ერქვას ჩემს ვაშკაცს. ვინმე გეზიზღება? კი. ვინმე კონკრეტული რო იყოს. ანდრი ჯოხაძე. ნოდარ დუმბაძე რო მაგის გული მოვთ ჩვენი მთავრობა გელადოსი არა გული სხვაზე რო გადაყურადღება იუთუბერებზე წყალებში არის უბრალოდ არაადეკვატური არასერიოზულად მეჩვენება YouTube პოდკასტებზე ვაკეთო კომენტარი ყოველ მეორე ასე ვთქვათ კითხვაზე. ნოდარ დუმბაძე რომ ცოცხალი ყოფილიყო დარწმუნებული ვარ როგორ გასცემდა პასუხს აი ამ სისაძაგლეს და აი ამ ხალხს ვინც რატომღაც უჯერებს უცხო ურძალებს და უნდა რომ დაამკვიდროს საქართველოში არასწორი წესი, არატრადიციული მიმართულებები, ბულინგი, რაღაც ბილდსიტყვაობა, ქართული მოვლენა და ქართული ფენომენი არ არის რომ ვინმე დააკნინო და ბულინგი განახორციელო. და ეს უნდა ზუსტად ამაზე ვსაუბრობ ჩვენ რომ ანტიქართული წესის დამკვიდრება უნდა და ამისი დაფინანსება ხდება უცხოეთიდან. და ეს პოდკასტია თუ ვიდეო რგოლია თუ განცხადებები ამას ემსახურება. ჩვენ თუ დავაკვირდებით ტენდენცია როგორი იყო ხო წლების წინ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა სიძულვილის ენა, პოლარიზაცია, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა, დაპირისპირების მცდელობა იგივე თუნდაც რევოლუციების მოწყობა, ექსტრემისტული ჯგუფების შექმნა, ძალადობრივი ორგანიზაციების დაფინანსება, წახალისება, ეს ყველაფერი არის გარედან თავს მოხვეული და ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა ამ ყველაფერში წლების განმავლობაში. და ის რასაც ხედავთ დღეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია, არაერთხელ გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა ეს არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. სკერს ქვემოთ აცემულ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ ნოდარ დუმბაძის სიტყვებით ვუპასუხებთ, რომ როდესაც შუბლის ზარღვი წყდება, შემდეგ ცხოვრება მარტივდებაო და ამ ადამიანებისთვის ცხოვრება ძალიან გამარტივებულია.
რასაც რა თქმა უნდა სათანადო პასუხი და შეფასებები საზოგადოების მხრიდან მოყვება კიდეც და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არსებობს მცირე ჯგუფი, რომლის მიზანიც არის ყველანაირი ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში იყოს განულებული, ამას ხარს უჭერენ მათ შორის სხვადასხვა საგარეო აქტორებიც, ხოლო რეალურად ამ ქვეყნის კულტურაზე და ისტორიის პატივცემლები და მომავალზე მზრუნველი ადამიანების რაოდენობა არის გაცილებით უფრო მეტი. არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ბანდების სკანდალი დიდ ბრიტანეთში. ბრიტანეთის პარლამენტის წევრი კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი კრის ფილიპი ბრიტანეთში მომხდარ უმძიმეს დანაშაულებებზე საუბრობს, მან სექსუალური ექსპლუატაციის საქმეების რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, მათ შორის იყო საქმე, რომელშიც მსხვერპლი 10 წლის გოგონა. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ 10 წლის გოგონას, რომელიც მიგრანტებისგან ფორმირებული არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ორგანიზებული ჯგუფების მსხვერპლი გახდა, ხელისუფლების წარმომადგენლები მეძავი უწოდეს. ფილიპის განცხადებით იყო კიდევ ერთი შემთხვევაც, რომელიც მოზარდის მიმართ სექსუალურ ძალადობას ეხება. საქმეში პაკისტანური წარმოშობის ტაქსის მძღოლები ფიგურირებდნენ. მამა ცდილობდა საკუთარი ქალიშვილის დახსნას ბინიდან, სადაც მასზე ძალადობდნენ. ადგილზე მივიდა პოლიცია, თუმცა მოძალადეების ნაცვლად გოგონას მამა დააკავეს. კრის ფილიპის თქმით, ამ სისტემური მარცხის გამო დღემდე არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი პასუხისმგებაში მიცემული არ ყოფილა. 10-year-old girl. 10 წლის გოგონა მას მეძავად მოიხსენიებენ. როგორ შეიძლება 10 წლის გოგონას ასე უწოდო, როცა ის ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლია. შემხვდა კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც არსებობდა დნმ-ის მტკიცებულება, რომ დაახლოებით 10 ან 11 წლის გოგონა გააუპატიურეს, ხოლო სამეფო პროკურატურის სამსახურმა როგორც ჩანს ის თანამზრახველად მიიჩნია. იყო კიდევ ერთი შემთხვევაც, როდესაც მამა ცდილობდა თავისი ქალიშვილის გადარჩენას, რომელზეც ერთ-ერთ ბინაში პაკისტანური წარმოშობის ტაქსის მძღოლები ძალადობდნენ. თუმცა პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ დაეკავებინა მამაკაცები, რომლებიც მის ქალიშვილს აუპატიურებდნენ, თავად მამა დააკავა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს დანაშაულები შემთხვევით კი არა, არამედ განზრახ, შეგნებულად და მიზანმიმართულად დაფარეს. მიუხედავად ამისა, არც ერთი ადამიანი, არც ერთი არ ყოფილა პასუხისმგებაში მიცემული საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო. დიდ ბრიტანეთში არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ბანდების სკანდალს სახელმწიფო გუნდსა და ხალხის ძალაში გამოეხმაურნენ. კანონმდებლების განცხადებით, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ბავშვის საუკეთესო ინტერესები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. დეპუტატების თქმით, ის ფაქტი, რომ ლონდონში ხელისუფლების წარმომადგენლები 10 წლის ძალადობის მსხვერპლ გოგონას მეძავად მოიხსენიებენ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რა ცივილიზაციური უფსკულის პირას არიან რიგი ევროპული ქვეყნები. რაც უფრო მეტ ასეთ ინფორმაციას ვისმენთ, კიდევ ერთხელ წმუნდებით პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადების ისტორიაში, რომ სამწუხაროდ ევროკავშირი და ევროპული რიგი ქვეყნები ახლა ცივილიზაციური უფსკულის პირას არიან და მნიშვნელოვანია, რომ რეალურად კონსერვატორული და რეალურად ქვეყნის სუვერენიტეტზე და ქვეყნის ღირსებაზე მზრუნველი ადამიანები, პოლიტიკური ძალები მომრავლდნენ და გამოფხიზნენ, რასაც ვხედავთ კიდეც და მნიშვნელოვანია, რომ ასეთ განცხადებებს, ასეთ დამოკიდებულებებს წესი და რიგით წარსულში უარი უნდა თქმულიყო ამ ყველაფერზე, მაგრამ ხედავთ, რომ სამწუხაროდ კვლავ ასეთი ფაქტები დგება, რაც ძალიან სამწუხაროა და რაც არ შეესაბამება წესი და რიგით იმ სამყაროს, რომლის მთავარი საფუძველი დემოკრატია, ადამიანის უფლებები და განსაკუთრებით ბავშვის საუკეთესო ინტერესებია. ხედავთ, რომ როდესაც ეს საჭირო პოლიტიკური მიზნიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვაც კი არ ხდება. იქ სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი იმით ამაყობს, რომ ყველაზე მაგარი გეი პარლამენტი ყავსო ინგლისშიო. სამწუხაროა, მაგრამ ახლა აღარ არის გასაკვირი იმის მერე ბრიტანეთის ხელისუფლებამ ასეთი სისაძაგლეები რომ განაცხადოს, მათ შორის 10 წლის ბავშვზე თქვას, რომ ეს არის მეძავი და ასე შემდგომ. ეს უბედურებაა ზოგადად, რომ ამაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება კონდეს ახლა ხელისუფლებაში საზოგადოებას და ქვეყანას ამაყობდე იმით, რომ ყველაზე მაგარი გეი პარლამენტი ყავს და 10 წლის ბავშვს შეიძლება მეძავი უწოდო და ასე შემდგომ. და ეს ხალხი მერე ჩვენ გვასწავლის ბავშვთა უფლებების დაცვას. კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი აქტიურად გრძელდება. 58 ოჯახს დიდი ღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცა. წლის ბოლომდე კი 12 პროექტი დასრულდება, რომელთა ფარგლებში ფართებით 600-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. 2029 წლისთვის კი 17 პროექტის დასრულება იგეგმება. პროგრამის ფარგლებში უკვე დაკმაყოფილებულია 2500-ზე მეტი ოჯახი. ჩვენთვის ეს პროგრამა არასოდეს ყოფილა მხოლოდ სამშენებლო პროექტი.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიდი ღომში, ვივა დევიცვილში, სადაც საცხოვრებელი ფართები კოოპერატიული თვითმშენებლობით დაზარალებულ 58 ოჯახს გადაეცემა. აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა აწარმოა და პროექტი ვადაზე ადრე დაასრულა. ეს კომპანიის მიერ წარმატებით დასრულებული მესამე პროექტია, რისთვისაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მათ. მადლობას ვუხდი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, საკრებულოს წევრებს და ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართულია კოოპერატიული ბინადრჩენებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების პროცესში. ბოლო 6 თვის განმავლობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა და 12 მილიარდ 925 მილიონ 400.000 დოლარი შეადგინა. 61.7%-ით გაიზარდა ადგილობრივი ექსპორტი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოსთან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 მილიარდ 876 მილიონ 300.000 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 62.6%-ით გაიზარდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებულ დადებით დინამიკასა და რეკორდულ მაჩვენებლებს ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიზიდველი ბიზნეს გარემო, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორი ადგილობრივი საერთაშორისო კომპანიების საქართველოს ბაზარზე საქმიანობისთვის. ივნისის თვეში ადგილობრივი ექსპორტის 50%-ზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა და ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ზემოღნიშნული განპირობებულია იმ მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი, რაც საქართველოში არსებობს. ეს კიდევ და კიდევ ხელს უწყობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე, გახსნან სხვა მიმართულებით, სხვა პროდუქციის მრეწველობის თუ საწარმოო სიმძლავრეები გააფართოვოთ, რაც საბოლოო ჯამში აისახება როგორც ექსპორტის მაჩვენებლებზე, ასევე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, დასაქმების და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 249,201 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდს 23.4%-ით აღემატება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ვიზიტების ზრდასთან ერთად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად გაიზარდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან და რეკორდულად 335 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 58 მილიონი დოლარით მეტია. გლობალური გამოწვევების ფონზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას და ევროპის მასშტაბით მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს. სწორი სახელმწიფო პოლიტიკის, ბაზრების დივერსიფიკაციის და ეფექტიანი მარკეტინგული აქტივობების შედეგად გვაქვს ორნიშნა ზრდა თითქმის ყველა სამიზნე ბაზრიდან, როგორიც არის ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და შუა აზიის რეგიონი. ეს არის თანმიმდევრული მუშაობის შედეგი, რომელსაც მომავალშიც გავაგრძელებთ, როგორც საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებით საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე ავიამიმოსვლის გაძლიერების და სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. დღეს გვაქვს ის მაჩვენებელი, რომ გაზრდილია ტურისტების რაოდენობა ევროპული ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ბრიტანეთიდან, რაც ძალიან მისასალმებელია, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ავიამიმოსვლა ძალიან ასტიმულირებს მსგავსი ტიპის ვიზიტებს და შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება სტატისტიკურ მონაცემებში. რაც შეეხება წინაპირობა ამ ესე ვთქვათ ზრდის მაჩვენებლის გახლავთ, როგორც კერძო სექტორის მხრიდან, ასევე საჯარო ინსტიტუტების მხრიდან დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობები, რაც ხელს უწყობს როგორც ქვეყნის მისამართი ცნობადობის გაზრდას და შესაბამისად ინტერესს ქვეყანაში მოგზაურობის. სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკული არის ძებნილი. უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ. ჩადრებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს. მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მჭიდები. დანაშაული 6 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა ნარკოტიკების გავრცელების სქემა შეიმუშავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ნივთმტკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. 400 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლა სრულად განახლდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ეზო, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. პროექტს სკოლის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციას დაემატა. სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასვლებელი დირექტორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება სკოლის სრული აღდგენა მისი ვიზუალის დაცვით. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ სკოლის მიმდებარედ არსებული პარტი, რომელიც ისტორიულად წარმოადგენდა კულტურის სახლს, იქნება სრულად რეაბილიტირებული და აღდგენილი და სკოლასთან ერთად ნატანები მიიღებს ახალ რეაბილიტირებულ კულტურის სახლს. რეგიონში მიმდინარე პროექტები მოვინახულეთ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სკოლა სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში, მოეწყობა სასწავლო ლაბორატორიები, სპორტული სივრცეები, ბიბლიოთეკა და სრულად რეაბილიტირდება გარე. ასყაბალო ინფორმაცია 4-ზე მე მდგემშტობები დაუდეჩიცას დღის თავის სახლების შესახებ ანაშორდებ რომ სლად მოგიყვებათ ნახვამდის.